იცი ისეთ ეტაპზე ვარ შესული, ისეთ სიგიჟეში. ეგ სულ ვიმეორებ აი ამ ფრაზას და თქვენსაც ბევრჯერ დამიწერია ეს რა თი სამჯერ ოთხჯერ ალბათ ეს ფუკოს რაღაც აი პოსტმოდერნს რო დაადგა რა თავი ამ ფრაზით რომ არასოდეს ამ ესე იგი ამთხო მითხრა ვინა ვარ მეო და კიდე არ ვთხოვ დავრჩე იგივეო ეგ ამთხო მე რო გითხრა ვინ ვარ მეო ესე იგი რომ არც არ მკითხო ეგო кайგე ვინ ვარ მე იმიტომ რომ დაუდგენელია რა და არც არ მთხოვ დარჩე იგივეო кайგე ესე იგი აი ეს დინებადობა და რაღაც და ესე იგი ნუ სულ ვიძახი და ესე იგი რომ ადამიანმა უნდა შეიცვალოს თუ არ იცვლება ესე იგი იდიოტია და მაგრამ ეხლა დღეს რაც ხდება кайგე ამასთან კავშირში საერთოდ არ არის просто ტიპები აი ყველაზე მაღალ დონეზე რა ესე იგი ამერიკაში დასავლეთში ზოგადად კაიგე იმაში რა ქვია საქართველოს ხო აღარ მაქვს ლაპარაკი აი ისე იცვლიან ესე იგი დამოკიდებულებას შეფასებებს ესე იგი აზრს რაღაცაზე ვითომც არ მე რაც ჭირდებათ იმ მომენტში ეგ არის მთავარი რა რომ აი ეს ეხლა ჭირდებათ ეხლა ტრამპი აწვება აი ნაგლურად რა იმას რომ როგორმე ეგებ ნობელის პრემია მისცენ რა რომ აი გააჩეროს ომი დაპირდა ყველას ბაიდენმა ვერაფერი ვერ გააკეთა 3 წელი და მოკლედ აი თვითონ რომ ესა და მე ნობელის პრემია აიღოს როგორც ობამამ ამაზე ითიშება რომ ესე იგი ობამას ეჯიბრება რა მაგაში და ესე იგი როგორ გაწირა ზელინსკი ეს კაცი გაიგე რომელსაც ესე იგი მოსკოვს რუსეთი რომ უტევდა კიევს და კიდე რაღაც არის რამე კილომეტრში რა ჩვენ გონდა 70 კილომეტრი რა არ მახსოვს ზუსტად და უბრალოდ დაეხოთ რა და ესე იგი ზელინსკი დაურეკა ესე იგი ცნობილი ფაქტია ყველა მიცის ეს ფაქტი რა დაურეკეს ამერიკიდან უხეზე გამოგზავნით ესე იგი თვითფრინავს და ჩამოფრინდი სასწრაფო ჩვენი ოჯახი ჩვენი ახლობელი ვინცაა და ჩამოიყვან ჩამოდი იმიტომ იცოდნენ რომ თუ ჩავა ნუ ჩავარდება ციხეში და რა და ზელინსკი ახალი პრეზიდენტი იყო ეს არაფერი ისეთი არ ქონდა არც იქით არც აქ გაკეთებული მაგრამ ნუ აი მაინც რახან და ყველა მიცოდა რომ ეზიზღება პუტინს და ვაფშე დასცინის და როგორც ყველა გოიმი იმიტომ რომ ყველა გოიმია ვინც ამას ამბობს რომ კლოუნი და რაღაც გოიმი ხარ რა ესე იგი იგივე რეიგანს ეძახო ვინახარ შეიძლება მსახიობი ესე იგი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში და საერთოდ აი ამ პერიოდში ესე იგი 5 კაცი იყო პრეზიდენტი მსოფლიოში კომედიანს რა ესე იგი ვინც კომედი შოუს აკეთებს რა ერთ-ერთი იყო ზელინსკი და ეგ სხვათა შორის არ არის გასაკვირი იმიტომ რომ რა არის ეს კომედიანები ეგენი ხო ყოველთვის პოლიტიკაზე ჩაყირობენ რაღაცა ისეც და მაგრა ერკვევიან აი ამ თვითონ იმაში რა ქვია აი ამ სიტუაციაში აი ამ თვითონ გაიგე ვინ როგორ რა კონტაქტებშია ერთმანეთთან ხომ დააშაყირონ ამიტომ საკმაოდ კარგად იციან და თან წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა აქვს გაიგე რომ ესე იგი აცინებენ ხალხს ბედნიერს ხდიან რაღაცა ყოველი შეხვედრა ღიმილია ხო და ამიტომ არ არის გასაკვირი გაიგე რომ ესე იგი რაღაცა გარკვეული დონის აზე არიან საერთოდ რა სიტუაციაშია და ვინ არის რა არის და შეუძლიათ რომ გაიგე დაარწმუნონ ხალხი რომ გაიგე რაღაც ინ არიან რა შიგნით არიან ამ პოლიტიკის არ არიან გარეთ ამიტომ პატივსცემად გაიგე რაღაცა უყვარს და გაიგე ამიტომ ხდებიან პრეზიდენტები და ამ ბიჭმა გამოიცინა სასწაული იმიტომ რომ უთხრეს ჩამოდიო და თვითონაც გიგზავნითო უარი უთხრა და აი ესე დაუდგა და ზალუჟნისაც ერთად გაიგე აი ესე მოიგერიეს ეს ბარბაროსები რა და ესე იგი ეხლა ხო იცი რას ლაპარაკობენ არაო ესე პუტინიო თვითონ წავიდა აი ესე დონეზე ყველაფერი იმიტომ ამბობ რა რომ უფრო საზიზღარი ვიდრე პოლიტიკა არაფერი არ არის კი ადამიანს თუ უნდა რომ თავისი სული გაწიროს პოლიტიკაში უნდა დაიწყოს ესე იგი ჩალენჯი და რაღაც ესე იგი მან ერთი ადამიანი არ არის რა რომ სულიერება გააჩნდეს ერთი ადამიანი არ არის პოლიტიკაში თქვენ დამისახელეთ ვინმე პოლიტიკოსი ვისაც გძნობთ რომ სულიერება აქვს რა მაღალი და იმ პლატფორმიდან იქცევა საუბრობს ლაპარაკობს ქმედებს სულიერების პლატფორმიდან რა ერთი პოლიტიკოსი და აი თქვა ხო არიან დაკოქილი ტიპები ვიღაცები პოლიტიკაში და რაღაცა რა ვერ გააჩერებ და გაიგე
მაგრამ აი სულიერება არავის არ აქვს. აი ვერ მოძებნი რა განდისნაირ ტიპს რომ თქვა სულიერის პლატფორმიდან მოქმედებდეს რა და ეგეთი ინდოეთში იყო ბევრი ჯავახალ ნევრუზეც იძახიან და ესე იგი მაგ ოჯახსაც იძახიან საერთოდ რომ არაჩვეულებრივი ეს არის რა ოჯახია სულიერებით სავსე და თან პოლიტიკაში და რაღაც და არასოდეს არ შეშლია და ეხლა ტრამპი რასაც აკეთებს ესე იგი ეგ უნდა მარტო რა ეს ეგეფას სწრაფად დაამყაროს ეს რაღაცა ვინ წააგებს ვინ მოიგებს ფეხებზე კიდე აი რუსეთი გაძლიერდება მაგითი რაღაცა პოლიტიკურ კაპიტალს დაიგროვებს მაგითი თუ არ დაიგროვებს არაფერი არ აინტერესებს ერთადერთი რომ აი ტრამპმა თქვა და გააკეთა კაცია კაცური აი ესეთი რა ჰიპოსანი გოიმის ის არის რა ვამბობდი რა და ხო გახსოვთ პირველად რო აიღო მაშინ ეგრევე დავწერე დიდი სტატია ლიბერალში იყო დიდი უზარმაზარი სტატია და იქ გავარჩიე მთლიანად ეს და ტრამპაც სუმპას ვეძახდი მაშინ სულ მაგის ნატურა ვინ არის და რა არის რომ აი ესეთი ამბიციური არარაობა და ის არის რა ნამდვილი ესეთი ექსცენტრიკი და რაღაც და ნუ რაც გააკეთა რა დააშავა ეს ხალხი გვაძლევს ეგეთ ადამიანებს ხმას ჭკუაზე გადავდგი ადამიანი არის ხიბლის არსება ესე იგი რამენაირად უნდა მოხიბლო და დანარჩენი შინაარსი არ აინტერესებს ხიბლის არსება ადამიანი აი მაგას აქ ეს გარკვეული ხიბლი რა ეს რაღაცა პრესტიჟული ტონით ლაპარაკი და ისეთი რაღაც და აი და ჰუი მოკლედ და ესე იგი ამ უბრალო ხალხის რომელსაც აგიჟებს ზუსტად ისე როგორც ივანიშვილი აგიჟებს უბრალო ხალხს აი რაღაც რიგით მოქალაქეებს აი თავისი რაღაც დაპირებები თავისი ამ ფორსობით ლაპარაკი და ნუ შედარება ხო არ არის ხა ივანიშვილი და ამის შარმი და ამისი საერთო არ არის მაგრამ ნუ იგივეა მაგრამ ეხლა რაც გაუკეთა ზელენსკის რო ესე უშვებს მარტო იმიტომ რომ ზელენსკის ნუ მოაწეროს ხელი იმას რაც გადაწყვიტავენ ეგ და პუტინი ეს კატასტროფაა იმიტომ რომ რას არ უწოდებს რას არ ამბობს რა ესე იგი რადიკალურად შეცვალა პოზიცია ესე იგი მთელი სენატი იმას სტაჟს უკრავდა ზელენსკის აღფრთოვანები და ეს არ ვიცი ნამდვილი ჰირო იყო და იმაზე რა ქვია ყდაზე იყო ტაიმსის თუ რავი რაღაცა მაგარი ჟურნალისტა რა რაღაც ესე მახსოვს რა ხო და ეხლა გაიგე რომ აი ესეთი ცუდი ადამიანი და რაღაცა რა ესე იგი ვის გაუგია ხო ცნობილია ომის დროს ვინ აკეთებს არჩევნებს და გახიკულია ნახევარი უკრაინა გარეთ არის ნახევარი ომობს და ესენი არჩევნები მოაწყოთო და ეგ არ გააკეთაო და ამიტომ არ არის ლეგიტიმური ნუ გიჟი რა ნამდვილია დარტყმული რა და აი ესეთი გამრღვევი ძალა უკვე დაბერებული გაიგე და ესე იგი მანიპულირებენ მაგითი ხო იგივე ელონიც მანიპულირებს მე ეგეთი რამე არ მინახია ყველაზე მდიდარი კაცი სამყაროში რაღაცა 450 რა მიიცა 450 მილიარდი თუ რაღაც წარმოუდგენელი ფული და ესე იგი გვერდზე უძის ტრამპს უღებენ ორივეს ინტერვიუს და მე მიყვარს ეს კაცი ტრამპსი ამბობს უყვარს გესმის მე მიყვარს ეს კაცი ეუბნებიან რომ რატომ უშავო დოჩიო ესეო უფულოთო იმიტომ რომ მე მიყვარს ეს კაცი მე ამ კაცს 30 წელია ვიცნობ ცუდი არაფერი არ გაუკეთებია მე მიყვარს ეს კაცი აი ეს წარმოგიდგენია ესე იგი ყოველგვარ მორალურ რაღაცა კატეგორიების მიღმა ყველაფერი აღებული ესეთი სასწაული რაც ახლა ხდება სამყაროში მე არ ვიცი რა სიგიჟეა რა აი ყველა სიტყვა არის აი 2025 project რო არის რა ხო გაგიგიათ ეს პროექტი 2025 ხო რომელიც პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე შედგენილი აქვს Heritage Foundations არის აი ყველაზე ჩაშვებული ყველაზე აი კონსერვატული ყველაზე ბანძი აი ყველაფერი რაც კი ჩვენ გვიყვარს ჩვენ მარტო მე კი არა კაცო იგივე რესპუბლიკელებსაც აბა თქვენ გონიათ გულზე ეხატებათ ყველაფერი რასაც ესაწევათ დღეს ტრამპი აბა შეგრე არ არის ეგრე არის ფიქრობთ ყველაფერი რასაც აი მაგალითად ხო აი ქალებს ხო პირე გაწერილი აქვს აი ამ Heritage Foundations რომ ქალი უნდა დაბრუნდეს სამზარეულოში აი ესე პირდაპირ ქალი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი არ უნდა ქონდეს დამოუკიდებელი აზროვნების სისტემა აი ესე პირდაპირ ესე იგი ხო გამოცხადა რა თუნდა განათლებაო ქალსა ტრამპმა და ჩამოჭრა ისინი სტიპენდიები უნივერსიტეტში ქალებისთვის
და ეგეთ რა და ესე იგი მაგალითად იმაზე ბუნებაზე ხო რადაც რა უნდაო ბუნებასო მაგაცა recreation თვითონ შეულიაო და რა თუნდაო ესეც იქ heritage foundation-ის იმაზე რა მთავარ გვერდზე გაგიჟდები რეები წერია შეიძლება რასაც ვეძახდით რა პროგრესს დემოკრატიას ჰუმანიზმს ყველაფერი უკან ესე იგი აი პროსტა მალული კუკლუქსკლანელებიც არიან ისეთი დონეა ყველა მილიარდერია გაერთიანებული და ეს უძლიერესი think tank რასაც ქვია მაგ ესეთი უძლიერესი არის ამერიკაში და ეს პირდაპირ აიღო გაიგე ბიჭო გავითი ესე იგი და წინა იმაზე პრეზიდენტობის იმაზე არ ქონდა მაგათთან კავშირი აი ხა დაამყარა უკან დაუდგენ ეგენი და აი ერთ-ერთი ასო ხო არ გონია რომ თავისი იდეები აქვს და თავისი მსოფლხედვა აქვს არა ესე იგი ერთი მხრივ ეს heritage foundation და მეორე მასკი ისე უნდა მომავალში ეს და თანაც მასკმა რა გააკეთა პირველი იყო ხო ყველა მეცი ნაგინები მყავს ლამის არ ვიცი ჩემ იმაზე რა ქვია გვერდზე რომ აიძახდა რომ უნდა დავა იმასთან დავბლოკოთ ეს ხელოვნური ინტელექტი იმიტომ რომ შეიძლება საშინელებებში ჩავარდეთ და ამას კიოდა 2 წელი ეხლა ვენსი გამოვიდა ამ ხელოვნური ინტელექტთან კავშირში დიდი ის იყო ყველა იჯდა მაკრონი და ყველა ინდოეთის პრემიერს ყველა ვინც ახლა მიუნხენში იყვნენ გადმოინაცვლეს პარიზში და იქ რაღაც შეხვედრა ჰქონდა და ვენსი გამოვიდა ერთი აქვს რომ ძალიან მაგარი ტვინი აქვს ვენს რა ესე იგი როგორც სულიერი არსება შეიძლება ნოლია საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს მაგრამ აი ტვინი აქ ხედით ერთი არაფერს არ კითხულობს ყველა ხო რაღაც კითხულობს 50 წუთიანი აი ესეთი სპიჩები აქვს გამოსვლები აქვს ესე ერთი წუთი არ უწყდება აზროვნება ყველგან დატვირთულია რასაც ლაპარაკობს ყველგან რასაც ამბობს მე იმას კი არ ვეთანხმები უბრალოდ ტიპს უყურე და რამხელა პრეზენცია ესე იგი მე ეგეთი ყურადღებით მოსმენილი ვინმე პოლიტიკოსი გამოდიოდეს და სხვა პოლიტიკოსები იჯდნენ და გამოშტერებული აი ესე უყურებდნენ აი ნახეთ ეგ რა ეგ კონფერენცია არის რა და ისა რა ქვია აი მაკრონი და ისეთი მოწიწები და ისეთი ყურადღებით უგდებენ ყურს რომ სახეზე აწერიათ რა ხო და ვენსა ისეთი პრეზენცი აი რაღაც აბსოლუტური დამაჯერებლობით აბსოლუტური რომ ვერ კადრებ რა პროსტა აი ჩვენებს რომ ყველას შეშვის და ყველა დედას აგინებს მაგათ ვერ კადრებ პროსტა ვერ კადრებ რა აი ესე მოდიოდა ჯერ გამართული სიარულით აი გასწორებული რა ესე და რომ მოდის გაგით ერთი გზნობა გაქვს რომ აი კაცი მოდის ნება აი ნება მოდის ნება გესმის აი ეს როგორცი ჩატვირთული მზნებარება ნებაში გადასვლა მაგას აქ მანიაკალური სურვილი ესე იგი ძალაუფლების უკვე ხო რას მიაღწია თან გოლივუდისთვის აქ დაწერილი სცენარი ძალიან კარგი სცენარი აქეს მე არ წამიკითხია და არც ვიცი მაგრამ ძალიან აქეს ძალიან კარგი სცენარი იყო ესე იგი ისეთი კაცი არა განათლებული კი არა კულტურა რომ მოჭრილი აქვს ჩვენ პოლიტიკოსებს აი ჩამოჭრილი არაფერი არ იციან კულტურაში ხო და აი გამოვიდა ეს ვენსი და უცხო დაიწყო ლაპარაკი რომ ესე იგი ჩვენ უნდა მოხსნათ ვაგზალებიო ამ იმაზე ხელოვნურ ინტელექტსო და სულ სხვა სიმღერა სულ სხვა და აი რა აი მან შემაშინებელი იყო იმიტომ რომ ეთქობა ელონმა გაიგე რაღაცა სულ სხვა გორიზონტები გაჩიტა და მიხვდა ნუ ყველაში ცნობილია ხო გასაგებია რომ ერთადერთი უდიდესი და უძლიერესი ის არის რა ქვია შესაძლებლობა კონტროლის ხო და ესე იგი ნუ მე მგონი რომ აი მასკი და ელონი და ეს ვენსი წალეკავენ რა და არავითარი არჩევნები აღარ იქნება 4 წლის შემდეგ ესე მგონი ესეთი ავტორიტარიზმი დგას რა გამიგე ხო და იცი რა არის ის რაზედაც ამდენი ეს 100 წლეული არა რამდენი 300 წლეული მინიმუმ ხო როდის დაიწყო პირველად ეს ლიბერალური მოძრაობები და რაღაცა ესე იგი ნუ რა ჩავთვალოთ თქვა რაღაც ტენდენციები და აზროვნების წესი ლიბერალური აი რომ პირდაპირ ეს უოშოლა ესე რაც მოიტანა ჰუმანური მოძრაობები ჰუმანური დამოკიდებულება სამყაროსთან გარემოსთან ბუნებასთან ყველასთან აი ეს აწყობა ამისი და ის ყველაფერი ჩაშალეს აი ამ რადიკალურმა მემარცხენეებმა თავისი ბანძობით ყველა შეაჯავრეს ყველაფერი და ესე იგი ეს ლიბერალიზმიც გახდა საგინებელი სიტყვა იმდენი სიგიჟე ჩაატარეს აი თავისი ტუპოი უტვინობით რა აი რადიკალურმა მემარცხენეებმა ისეთი ცრუ
აი გამოტვინებული პოზიციები და განაცხადეს ისეთი პრეტენზიები და რაღაცები, რომ აი მართლა და ესე კი გონიერი ადამიანები უბრალოდ გადავიდნენ, აი თქვათ, იგივე ტრამპის და ვიღაც ხალხს, იქაც არ იცოდნენ, რომ ეგეთ ამბავს დაატრიალებდა ტრამპი. იქ იქნეს, რომ უბრალოდ ამას დააწყნარებს და რაღაცა ის რუტინა, რომელიც ნარჩუნდება, თქვათ, ამერიკულ მთავრობაში, არა წლების განმავლობაში ხდება, დიდი წლები ხო არ ხდება. ის შენარჩუნდება და ნუ რაღაც ცოტა ხანი იგიჟებთ, ან 4 წელი იყო ისეთი არაფერი დააშავა და რა იცოდნენ რა მოხდებოდა, ხო? მაგრამ ეხლა რაც ხდება, ამისი მაინც ისე არ მეშინია, როგორ თქვათ, აი იმისი რაც შეუძლიათ გააკეთო რადიკალურმა მემარცხენეებმა, რომელიც ანგრევენ მორალს, ანგრევენ გონიერებას და ანგრევენ იმ ყველაზე მთავარს, რასაც ვითომ იცავენ და ამ დროს ანგრევენ. აი ყველაფერს სიკეთეს, ადამიანობას, ჰუმანურობას, ყველაფერს ანგრევენ. ყველას ეზიზღება მე ეს სიტყვები. ხო და აი ისეთი ანგრეულია სამყარო, რომ ვიძახდი ფუკოზე, რომ მეთქი არ კითხოთ ვინა ვარ და არ გთხოვოთ დავრჩე იგივე. ედი ეს ყველაფერი ისეთი აჟიტირებულ ფორმაში არის, რომ ისეთი სისწრაფით იცვლება და ყველა სახეს იცვლის, მაგრამ უბედურება რა არის, რომ ფუკო ამას იძახის იმ პრინციპში, რომ მე მინდა, რომ ესე იგი ღრმად ჩავწვდე სამყაროს და სამყარო დენადია და მეც მინდა რომ ვიდინო და ამიტომ არ მომთხოვო რომ გავჭერდე სტატიური ვიყო და ესენი იცვლიან სახეს და ყველაფერს ნიძს და ყველაფერს მარტო იმიტომ რომ ესე იგი გამოადგეთ და რაღაცაში წინ წავარდნენ რა და რაღაცა ვთქვათ გამოთხოვონ კიდე არ ვიცი გარემოს თუ იქ რაღაცა საგანი თუ რაღაცა ძალაუფლება თუ რაღაცა აი გამოტყუონ რა აი ესეთი რამე რაც დღეს ხდება ნუ მე ხო არ წარმომიდგინა მაგრამ რა ეს ჩემი აი ამდენი წლების და რაღაცა რო არ იყოს აი ეს მედიტაცია და აი ეს აზროვნება და რაღაცა ეხლა ვიქნებოდი განადგურებული აი ხა რაღაცა აღემარს ინტერვიუ იყო იქ ვეუბნებოდი რომ მეთქი სარჩული მაქვს უკან რომელიც არის აი ეს იმისი რა ქვია აი ესეთი რა ქვია ეულობის სარჩული რა და იქ ბრუნდები მეთქი ყოველთვის რომ გამოვალ საზოგადოებასთან თქვა სალაპარაკოთ ან რაღაც ამ და ჩავერთო ან გავიზიარო ეს აზრები ვიღაცის ან მოусმინო რაღაცა აი ეს რომ იმღვრევა რა ტვინი კაიგე ისევ ეულობის სარჩულს უბრუნდები და ექვშველის თორე ეხა მე იმიტომ რომ გულიანი ადამიანი გული მაქვს რა მე ესე იგი არ გვევარ ამათ პოლიტიკოსებს გული მაქვს და ეს გული ნუ გამეპობოდა რა ისეთი ამბავი ხდება და ისეთი არეულობაა რა აი რაღაც უფრო შემოჩივლება მინდოდა და ესე შემოგჩივლეთ ასე ვთქვათ კარგი გეფერებით კოცინ და აბა თქვენ იცით აი ხა გამოსვლა იქნება კიდე აღარ მახსოვს როდის არის ზუსტად და აბა თქვენ იცით რა კიდე მეტი აი ხლა ბიზნეს დაბადების დღეზე ხო გამოხოდით და უკვე ბევრნი იყავით მართლა მაგრამ ისეთი მოვაწყოთ რა აი ეს 3-4 უზარმაზარი გამოსვლა რო იყო რომ მართლა აი აზანზარდა რა მსოფლიო აბა თქვენ იცით ყველა